მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება DGG-ს გადავრთელ საწარმოთა დეკლარირებულ მონაცემებს. 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.2%-ით, ხოლო პირველი 4 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.3%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი. მიუხედავად ამისა, ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს გახლავთ მშენებლობა და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორი. 2026 წლის წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 16%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 3%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა 6200-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ზრდა მოდის როგორც ინდმეწარმეების, ისე შპსების სეგმენტზე, ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების მიმართულებით. 10.3%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადავრთელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14.980 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში და ძირითადად განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნაფტას და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. ასევე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 18-ჯერ იყო გაზრდილი აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი. გარდა ამისა, 2026 წლის აპრილში დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. ასევე 76%-ით არის გაზრდილი ფეროსილიკონ-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში და დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სექტორში გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში და ძირითადად საჰაერო ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, თუმცა პარალელურად საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესაბამისად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. ვაჭრობის სექტორში და დაკავშირებული იყო საწვავით, საცალო და საბითუმო ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან, ასევე გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, გაზრდილია ასევე საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი კვების პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, როგორც მოგახსენეთ და ეს ძირითადად უკავშირდება სამოქალაქო მშენებლობას, ძირითადად შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, გზების, ავტობანების, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობის მაჩვენებელი. სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორში კი კლების განმაპირობებელი გახდათ ფერადი ლითონის მადნების მოპოვების მაჩვენებელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.